ჰორმუზის სრუტის კრიზისი, ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასები და გლობალურად მაღალი ინფლაცია სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის. ამ ფონზე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძლევის ადგილობრივი წარმოების განვითარება და გამართული სასურსათო მიწოდების ჯაჭვის არსებობა. Რამდენად მზარდია ქართული სასოფლო-სამეურნეო სექტორი, რამდენად შეუძლია ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება და რა არის საჭირო, რომ ადგილობრივი წარმოება კონკურენტუნარიანი გახდეს. გლობალური ლოგისტიკური და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებს საპასუხოდ საქართველოს მთავრობა აგროდაფინანსების პროგრამას ცვლის. ახალი მიდგომით უნდა ჩამოყალიბდეს გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას ერთ სივრცეში გააერთიანებს და დაფინანსებული სფეროების მონიტორინგის შესაძლებლობას გააჩენს. ბენეფიციართა შერჩევისთვის კი გაიწერება საერთო კრიტერიუმები, რომელმაც დაფინანსების პროცესში არასამართლიანი მიდგომა უნდა გამორიცხოს. უფრო ვრცლად ყველა ამ დეტალზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. ჩვენი სტუმარი კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. რასაკვირველია, მინდა რომ დავიწყოთ ერთი კვირის წინ ჰქონდა თქვენ პრეზენტაცია აგროდაფინანსების პროექტის და ერთ-ერთი ალბათ ყველაზე თვალშისაცემი და მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ჩანდა ამ პრეზენტაციისას, რომ რაღაც ახალ მოდელზე გადავედით. იმ მოდელზე, რომელიც აქამდე არ ქონდა, სხვა შორის ფერმერები და ბიზნესის წარმომადგენლები, რომელსაც მე ვესაუბრე სხვადასხვა ფორმატში, რადიო თუ სატელევიზიო ფორმატში, ამ ნაწილზე ყველა აღნიშნავდა, რომ მანამდე არსებული პროექტების ერთგვარი რედიზაინი განხორციელდა და მივიღეთ რაღაც ახალი, რომელიც მათივე წარმოდგენითაც გარკვეულწილად შეცვლის ურთიერთობებს, უფრო გამსხვილებისკენ მოწოდება და ასე შემდგომ მთლიანობაში. მე მინდა რომ დღეს ძალიან დეტალურად მიმოვიხილოთ ეს ნაწილი. რატომ გახდა ამ პროგრამაში ცვლილების შეტანის საჭიროება, თანადაფინანსების ახალი სისტემის საჭიროება რატომ დადგა? დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. აბსოლუტურად სწორად ვძანეთ, რომ მოხდა სრული ცვლილება და რედიზაინი პროგრამის, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, მოდით დავიწყოთ ჯამში სოფლის მეურნეობაში რისი გაკეთება გვინდა, რა გსურს და რა არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, 10 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე სოფლის მეურნეობის აგრარული პოლიტიკის გადახედვა და არა მხოლოდ აგრარული, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთანაც ზუსტად იგივენაირად მოხდა. ერთი სრული ეტაპი, ერთი სრული ფაზა სოფლის მეურნეობის განვითარების ფაქტობრივად დასრულდა და აუცილებლობა შეიქმნა გადახედილიყო და ახალი ბიზნესები დასახულიყო. და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს პროცესები დააჩქარა გეოპოლიტიკურმა მოცემულობამ, ფაქტობრივად ჩვენს გეოგრაფიაში, ჩვენს რეგიონში არსებულმა ომებმა გამოიწვია მიწოდების ჯაჭვის რღვევა, გამოიწვია სხვადასხვა პროცესების ცვლილება, რამაც თავისთავად ცხადია კითხვის ნეშტ და გამოწვევის ქვეშ და გამოწვევის წინაშე დააყენა აგროსასურსათო უსაფრთხოება და დაიწყო გადახედვა თავისთავად ცხადია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმაც განაპირობა ჩვენი პოლიტიკის გადახედვა და ამოცანა არის შემდეგი, რომ პირველ რიგში თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაუმჯობესდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა გქონდეს ჩვენი ადგილზე ნაწარმოები პროდუქციით და მეორე, იქ სადაც გვაქვს ექსპორტის შესაძლებლობა და ექსპორტის გაძლიერების შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ამ მიმართულებით და კიდევ უფრო მეტად შევძლოთ ამ მიმართულებების გაძლიერება. ამისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ გქონდეს ხარისხიანი პროდუქცია და კონკურენტუნარიანი პროდუქცია. თავისთავად ცხადია საფასო პოლიტიკაში. ზუსტად ამიტომ საჭიროება დადგა, რომ გადახედილიყო მხარდაჭერის პროგრამები სოფლის მეურნეობის პროდუქციის და შესაბამისად წახალისებული ყოფილიყო მაქსიმალურად ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა, რაც თავისთავად ცხადია, თავისთავში გულისხმობს, რომ სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს კომერციული ერთის მხრივ, იმიტომ რომ გახდეს კონკურენტუნარიანი და შესაძლებლობა მოგვეცეს, როგორც იმპორტის ჩანაცვლების, ასევე ექსპორტის წახალისების. ეს არის მხოლოდ არა
მხოლოდ პირველადი პროდუქციის წარმოების ნაწილი ეს არის პირველადი პროდუქციის წარმოების უფრო მეტად გაძლიერება, გადამუშავება, შემნახავი და სამაცივრო მეურნეობების გაძლიერება და ერთობლიობაში შეიქმნას ჯაჭვი, რომელიც ქართულ პროდუქციას კიდევ უფრო გააძლიერებს. რომ მივყვეთ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე დეტალს შეეხეთ, განსაკუთრებით კომერციალიზაციის ნაწილი. თუ შეგვიძლია იმის თქმა პირობითად, აქამდე სანამ ვისაუბრებთ იმაზე, ეხლა რა უნდა მივიღოთ. აქამდე არსებულმა სქემამ და მოდელმა რამდენად გაამართლა? ეს იყო ერთგვარად წახალისების პროგრამები, რომ აი დავბრუნდეთ სოფლის მეურნეობაში, სოფელში დავბრუნდეთ, ეს მიმართულება განვავითაროთ და ეს ეტაპი გავიარეთ და ეხა სხვა რეალობაში გადავედით, თუ ამ თვითონ დაფინანსების იმ სქემებმა, რომელიც აქამდე ქონდა, ის არ იყო იმდენად რეალურად შედეგზე ორიენტირებული და უფრო იყო სოფლის მეურნეობისა თუ ფერმერულ მეურნეობებზე მხარდაჭერისა და წახალისების ნაწილი. მოდით ესე ვთქვა. ძალიან ბევრი პროგრამა ქონდა და ენერგიამომავალი და შემდგომ ჩვენმა მაყურებელმა ეს დეტალები ძალიან კარგად იცის. ამიტომა საინტერესო ეს ახალი მიმართულების საჭიროება გაჩნდა იმიტომ რომ რეალურად ძველმა არ გაამართლა? დიდი მადლობა საინტერესო კითხვისთვის. ამასთან დაკავშირებით მოდით ესე ვთქვათ, რომ ჯამში სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს და მიმართულებას, ყურადღება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოდა პრიორიტეტად, სახელმწიფო პრიორიტეტად განისაზღვრა ჩვენი, ანუ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან. და ამის შემდეგ დაიწყო სოფლის მეურნეობის გაძლიერება. რომ არ ყოფილიყო ის პირველი ეტაპი, ვერ გადავიდოდით ამ შემდგომ ფაზაზე. რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებელი იყო იმ პროგრამების განხორციელება იმისთვის, რომ დღეს ამ ფორმით და ამ შინაარსით გვესაუბრა და ასეთი გადაწყვეტილებები მიგვიღო. იმიტომ რომ ფაქტობრივად იმ წინა პერიოდმა და იმ განვლილმა პერიოდმა შექმნა ბაზა, ინფრასტრუქტურა პირველადი იმისთვის, რომ დღეს ახალ ეტაპზე გადავსულიყავით. თუმცა არსებული პროგრამები არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენ რა თქმა უნდა აღვნიშნეთ კომერციალიზაცია სოფლის მეურნეობის ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქცია შეიქმნას და შესაბამისად იმპორტი ჩანაცვლეს და ექსპორტზეც ადვილად შევძლოთ გავიტანოთ და იქაც კონკურენტუნარიანი იყოს სხვა პროდუქტებთან, სხვა ჩვენს კონკურენტ ქვეყნებთან მიმართებით ამ ნაწილში კონკრეტულად და ამისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ხარისხი და ფასთან მიმართება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაწილი, ამოსვლის დროსაც, როცა არის პრეზენტაცია ქონდა, იქაც განვაცხადეთ, რომ საოჯახო მეურნეობების გაძლიერება ესეც არის პროგრამის ნაწილი, რომელზეც დამატებითად მიდის მუშაობა და ცოტა ხანში ამასთან დაკავშირებითაც გვექნება აუცილებლად პრეზენტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომელიც სრულად დაფარავს და უზრუნველყოფს იმ მოთხოვნას, რაც დღეს ბაზარზე არის. რამდენიმე მიმართულება, რასაც აუცილებლად ხაზს გაუსვავ და ვიტყვი ეს არის, რომ ფაქტობრივად ხდება ფრაგმენტული, აქამდე პროგრამები იყო ფრაგმენტული და ხდება ამისი გამთლიანება და გაერთიანება, მაგალითისთვის რომ გითხრათ, რომ უნდა ფერმერს გაეშენებინა ხეხილის ბაღი, ამისთვის ცალკე აკეთებდა განაცხადს, მაგალითად დანერგემომავალში ცალკე აკეთებდა განაცხადს, წვეთოვანთან მიმართებით, სისტემასთან მიმართებით ცალკე აკეთებდა განაცხადს, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ ცალ-ცალკე უწევდა ერთი მთლიანი პროექტის შემადგენელი სხვადასხვა კომპონენტთან მიმართებით ბრძოლა იმისთვის, რომ დაფინანსება მოხდარიყო. ეხლა ფაქტობრივად დასტანდარტდა ერთიან პროექტად შეიკრა და ფაქტობრივად აქ უწევს ერთიანი პროექტის ფარგლებში შეიტანოს განაცხადი, რომელ კომპონენტში რა ტიპის მხარდაჭერა ჭირდება. ეს აძლევს შესაძლებლობას ერთის მხრივ კიდევ უფრო მეტად გაუადვილდეს ფერმერს მოთხოვნის გაკეთება და მეორე, რომ სტანდარტული და ხარისხიანი პროდუქცია მივიღოთ საბოლოო ჯამში შედეგად და აგრეთვე რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტების განხილვის შემთხვევაში ყურადღება ექცევა შინაარსს, შედეგს და არა დაფინანსების წყაროებს თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ რესურსის უზრუნველყოფა სხვა დანარჩენი პროგრამები, სხვა დანარჩენი უზრუნველყოფებით. აგრეთვე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ ამის გარდა ჩვენ რასაც ვაჩვენებთ, ეს არის ფერმერთა რეესტრი, რაც აგრეთვე რეფორმის ნაწილი არის, ეს მოგცევს შესაძლებლობას, რომ იდენტიფიცირება გავუკეთოთ ფერმერს
თითოეული ფერმერის თითოეულ ფერმერთან მიმართებით განსაზღვროთ ფერმერთა ქცევა და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე მივიღოთ შემდგომში უკვე გავაკეთოთ ანალიზი და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რაც დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომელს ინფორმაციასთან ცდომაც საკმაოდ გაბნეული არის და თითქმის შეუძლებელი და გვიწევს ინდივიდუალურად გამოკითხვების დონეზე ინფორმაციის მოგროვება და შეკვრა. კი ბატონო, შეუძლებელი არ დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ მათ შორის ჩვენ ჟურნალისტებმა ვის ვუწოდოთ ფერმერი, ესეც ასეთ რეალურად არ ვიცით, იმიტომ რომ ვინ არის ფერმერი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით რა სტანდარტს აკმაყოფილებს, რა კრიტერიუმებს და ასე შემდგომ, ჩვენთვისაც და საზოგადოებისაც ბუნებრივია უცნობი და ძალიან მნიშვნელოვანია, შეუძლებელია რომ ხარ დაგეთანხმოთ ამ რეესტრის საჭიროებაში. მაგრამ ეხლა აქ შემოდის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და მნიშვნელოვანი ნაწილი. შეუძლია კი ფერმერს დღეს რაც ყავს, მათ მოიპოვონ თუნდაც ის თანადაფინანსების ნაწილი. ის რომ რეალურად მათ საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექნებოდათ, როდესაც პირობითად ენერგიამომავალში ერთ განაცხადს აკეთებდა სხვაგან მეორეს და შეიძლება და რომელიმეს არ მიღების შემთხვევაში ის ძალიან სერიოზულ მათ შორის ფინანსურ პრობლემის წინაშე აღმოჩენილიყო და მე ვიცი ასეთი შემთხვევები. ამის მიუხედავად რეალურად თანადაფინანსების მოპოვების მიღება ფერმერისთვის, რომელიც დღეს ყავს, მარტივი მაინც არ იქნება. აი ამ ნაწილში როგორ თანადაფინანსების პროგრამა რას გულისხმობს, რა შემთხვევაში იღებს ესა თუ ის ფერმერი ამ დაფინანსებას და რა უნდა კონდეს ზურგად, იმიტომ რომ მაგალითად როდესაც ბანკები იღებდნენ გადაწყვეტილებას, ვინ დაეფინანსებინათ, იქ საკმაოდ გართულებული და სერიოზული პრობლემები საწყდებოდნენ ეს ადამიანები და რეალურად ეს არანაკლებ დამატებით მექანიზმს. ეხლა სახელმწიფომ აიღო ამ კუთხით რაღაც თავის თავზე ეს ნაწილის, ხო? აი საინტერესო ვინ არის, ვინ უნდა მიიღოს და რეალურად როგორ განისაზღვრება თანადაფინანსების ნაწილი, რა უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ, რა უნდა კონდეს ფერმერს. ეს პრინციპი თუ არის უკვე ხა მთლიანად გაწერილი და ცნობილი. ნახეთ რა არის ამასთან მიმართებით, რაც მინდა აღვნიშნო არის, რომ ფაქტობრივად ერთ-ერთი ძლიერი მხარე ამ პროგრამის და ამ რეფორმის არის, რომ მონიტორინგის სისტემები გაძლიერდა, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს, რომ თითოეული პროექტი იყოს ბევრად უფრო წარმატებული და არ დადგნენ არაერთი ფერმერი ვიცი, რა თქმა უნდა, რომელიც დაიწყო ბაღების გაშენება და ან რაღაცა ნებისმიერი აქტივობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით და აღმოჩნდა კონკრეტული გამოწვევების წინაშე. ამ შემთხვევაში ზუსტად ეს მონიტორინგის სისტემები უზრუნველყოფს, რომ მსგავსი გამოწვევების წინაშე არ დადგნენ. პროგრამებთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი შესაძლებლობა იქნება კიდევ უფრო დეტალურად, ტექნიკურად სხვადასხვა ფორმატით ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში უფრო ვიტყოდი მიმართულებების პრიორიტეტები რა არის ჩვენთან რა არის პრიორიტეტები სოფლის მეურნეობაში რას უჭერთ ხართ და რა არის განსაკუთრებულად საყურადღებო რასაც ვფიქრობთ რომ აუცილებლად გასაძლიერებელია მხარდასაჭერია და ჭირდება დამატებითი წახალისება ეს არის აუცილებლად ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და ექსტენსია რომელსაც აუცილებლად ეს პროგრამა ითვალისწინებს და შესაძლებელი იქნება შესაბამისი ექსპერტების და ექსპერტიზის გაკეთება და შესაბამისი კონსულტანტების ჩამოყვანა მიღება ასე შემდეგ ეს არის მექანიზაციის გაძლიერება, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ მივიღოთ აუცილებლად ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ეს არის ტექნოლოგიებში გაძლიერება და ეს არის პრიორიტეტული მიმართულებები. აქვე უნდა ვთქვა, რომ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები, რომ თუ გვინდა რომ ხარისხიანი პროდუქცია მივიღოთ, რომელიც იქნება აუცილებლად რომელსაც ექნება შესაძლებლობა რომ იყოს კონკურენტუნარიანი და მხოლოდ ამ ხარისხიანი პროდუქცია შეუძლია და კონკურენტუნარიანი პროდუქცია შეუძლია რომ იყოს როგორც იმპორტის ჩამონაცვლებელი, აგრეთვე ექსპორტის პოტენციალით, ამისთვის საჭირო არის რომ სწორი თანმიმდევრული პოლიტიკა განვახორციელოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩამოვიყვანოთ, გვყავდეს ხელმისაწვდომობა გაუჩინოთ ჩვენს ფერმერებს ცოდნაზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა დღეს ეს გვაქვს. მივცეთ მექანიზაციით გაძლიერების შესაძლებლობა, მივცეთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა და ამ ნაწილშიც ხარი დაუჭიროთ და განუსაზღვროთ სასურსათო უსაფრთხოების პრიორიტეტული მიმართულებები და აქ მინდა ვთქვა აქ რომ ფაქტობრივად ფერმერული მიმართულებები ერთ-ერთი ძლიერი ნაწილი არის აქვე გაჩნდა სიახლეები აკვაკულტურის და მარიკულტურის მიმართულებით სადაც შეგვიძლია ნახოთ დღეს რომ სამწუხაროდ 85% არის იმპორტი აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ამ ყველაფერთან მიმართებით რომ აი ესეთი
მიმართულებების გაჩენით და წახალისებით იქნება ზუსტად შესაძლებელი, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა გადავიდეს ახალ ეტაპზე, შეიქმნას ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქცია. რამდენ წელზეა გათვლილი ეს პროგრამა? შედეგის თვალსაზრისით, აი, როდის შეგეძლებათ სახელმწიფოს, მათ შორის სამინისტროს იმის თქმა, რომ რეალურად უკვე შედეგიანია და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ კონკურენტუნარიან პროდუქტზე, ბუნებრივია ეს არ არის დღეს დავწერე და ხვალ მოვიყვანე, ხო? ანუ ასეთი სქემა ბუნებრივია არ იმუშავებს და ვერ იმუშავებს. მაგრამ რეალურად ის პრობლემა, რომელიც ხა თქვენ ბევრჯერ ახსენეთ და ამაზე ცალკე აუცილებლად გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენ რეალურად იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა ვართ, მათ შორის იმ პროდუქციის თვალსაზრისით, რომელიც საქართველოში მოყვავს და ერთ შეხედვით შეიძლება რომ ყოველ შემთხვევაში აქ შევძლოთ მაინც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება. რამდენად შეუძლია ქართულ ფერმერს აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა პრობლემებიც არსებობს, რა გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის განათლების კუთხითაც, რეალურად შეუძლია კი ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიღება, თუნდაც დაფინანსების პირობებში? კი ბატონო, პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა, ეს ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანი მასობრივი პროდუქციის წარმოებაში. ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია, ის უნდა ვთქვათ და შეგვიძლია და ამის შესაძლებლობა ჩვენ ქვეყანას გააჩნია, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში, რისი დეფიციტიც დღეს დგას და დღეს საქართველოს კიდევ ერთხელ იმ რეგიონში არსებული გამოწვევებიდან არა მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენ კონკურენტული უპირატესობა გვეძლევა ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი საექსპორტო ბაზარი გახდეს უკვე საინტერესო. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. სოფლის მეურნეობა არ არის მოკლევადიანი სექტორი, სოფლის მეურნეობა არის გრძელვადიანი სექტორი და ზუსტად ამიტომ სწორად ამის დაგეგმა და წაყვანა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ არ ყოფილიყო ის პირველი ეტაპი, რომელიც აქამდე მივიდა და ეს ყველაფერი საბაზისო მოცემულობა შეიკრა, არ გვექნებოდა შესაძლებლობა, რომ დღეს ამ ფორმით ამ თემაზე გვესაუბრა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორი პოლიტიკა განსაზღვროთ, დაიწყოს ამ პოლიტიკის განხორციელება და მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიიღებს თითოეული ფერმერის შედეგს და ეს არის ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, სადაც ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები ამ პროგრამის ამ ფორმით დამუშავებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ჯამში შეკრაში და შესაბამისად გაზიარებული იყო შესაბამისი მცირებიწიანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკები, გარდა ამისა წელი 2025 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა რეგიონში ვიყავით და არაერთ ფერმერს შევხვდით მე თვითონაც, სადაც ზუსტად ის საჭიროებები წარმოჩინდა, რომელზე მიხედვითაც მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც დღეს განხორციელდა. ამ შეხვედრების გათვალისწინებით შეგიძლიათ იმის თქმათ, რომ ფერმერები აი ამ ახალი რეალობისთვის მზად იქნებიან? ამ შეხვედრების გათვალისწინებით მოხდა ზუსტად ამ პროგრამის ასეთი ფორმით დიზაინი მეცაც გეტყვით. კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება მიმართულებებს. თქვენ ახსენეთ და შეუძლებელი არ დაგეთანხმოთ, რომ ყველაფერს უხეშად რომ ვთქვათ, ვერ ავითვისებ და არც არის საჭირო. მიმართულებები, რომელ მიმართულებებზე გააკეთებს სახელმწიფო აქცენტს, თუ არის უკვე განსაზღვრული და რომ მათ შორის იმათაც, ვისაც ეხლა სურს დაწყება რაღაც კონკრეტული საქმიანობის ამა თუ იმ სოფლის მეურნეობის რომელიმე მიმართულებაში, იცოდეს რა არის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული. თუ გვაქვს ეს უკვე ჩამონათვალი გაკეთებული. ნახეთ როგორ არის სოფლის მეურნეობის განვითარება არის პრიორიტეტული ჯამში და ფეტნაკლებად რეგიონების მიხედვით განსაზღვრული არის სად რა უფრო უკეთესი და უკეთესად შეიძლება რომ მიიღოთ, თუმცა ამ მიმართულებით გამოყოფილი არის, უფრო მეტი აქცენტი არის გაკეთებული იმ მიმართულებაზე, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების მდგენელი არის და აგრეთვე ამასთან ერთად როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. სოფლის მეურნეობა ჯამში ხო, ანუ ამ ნაწილის მაგრამ ამასთან მიმართებით სასურსათო უსაფრთხოების ამ შემთხვევაში ფერმები და ასე შემდეგ
ყველაფერს რო არ გავყვეთ და ჩავარდ სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში და დამატებითად აუცილებლად იქ სადაც სწრაფად შედეგის მიღების შესაძლებლობა გვაქვს, როგორც იმპორტის ჩანაცვლების, ასევე საექსპორტო პოტენციალის. ეს არის როგორც წეგან აღნიშნეთ და გამოუყენებელი რესურსი გვაქვს. აკვაკულტურა, მარიკულტურა. ჩვენ თავს ვიწონებთ იმითი, რომ წყალუხვი ქვეყანა ვართ, სამწუხაროდ ეს რესურსი ფაქტობრივად სრულად აუთვისებელი გვაქვს და აქედან გამომდინარე ზუსტად ასე განის ფუტკარი არის განსაზღვრული, მეფუტკრეობა და ასე შემდეგ განსაზღვრული არის ის ნიშური და ის ნიშური თუ საინტერესო მიმართულებები, სადაც დიდი პოტენციალი გვაქვს. გამჭვირვალეობა და საბიუჯეტო, როდესაც ამ პრეზენტაციას აკეთებდით, იქ აღინიშნა კიდეც, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯად არ მოხდეს და დაზოგვა მოხდეს, გარკვეულწილად თუ ამის რეალური საჭიროება გაჩნდება. გამჭვირვალეობა და რეალურად რამდენია ბიუჯეტი, ეს მნიშვნელოვანია მთლიანობაში რა თანხაზე იქნება გათვლილი და რამდენად უნდა ჰქონდეს და დარწმუნებული იყოს ფერმერი იმაში, რომ მისი პროექტი თუ ის რა თქმა უნდა დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც იქნება განსაზღვრული, ის აუცილებლად დაფინანსდება. კი ბატონო, მოდით ასე ვთქვათ, რომ არამიზნობრივი ხარჯვა არ არის სწორი ფორმულირება, ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ გამჭვირვალობა პროექტების მატებს სანდოობას და ნდობას ფერმერების მხრიდან. ზუსტად ამიტომ მაქსიმალურად გამჭვირვალეს ვხდით პროცესს იმისთვის, რომ ნდობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ფერმერების მხრიდან და თვითონ ნახონ ზუსტად პროცესს როგორ უნდა გაყვენ, რა არის მნიშვნელოვანი, რა უნდა გაითვალისწინონ და რატომ მიიღეს ან ვერ მიიღეს ხარდაჭერა, რა აქვს გასაძლიერებელი და სად შეგვიძლია დაუჭიროთ დამატებითად. ერთი რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პროექტები დაფინანსდეს და განხორციელდეს, ვინ არის განმახორციელებელი. ანუ აქვს თუ არა შესაბამისი გამოცდილება, აქვს თუ არა შესაბამისი აგრონომი, თუ გამოცდილება არ აქვს ამა თუ იმ დარგში, აქვს შესაბამისი სპეციალისტი, ან თვითონ უნდა იყოს თვითონ უნდა კონდეს ცოდნა მიღებული იმისთვის, რომ ერთის მხრივ თან კიდევ ერთხელ ვიუბრუნდებ იმას, რომ განსაკუთრებით ფინანსური ხელმისაწვდომობის გარდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ გქონდეთ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და გამოცდილება ამ მიმართულებით და შესაბამისად დასაწყისშივე მაქსიმალურად უზრუნველყოთ პროექტის წარმატებულობა. ამიტომ ყველა კომპონენტი, რომელიც საჭირო არის პროექტის წარმატებულობისთვის, თავიდანვე იყოს გათვალისწინებული. როდიდან და მომართონ დავუშვათ სამინისტროს შესაბამისად დაინტერესებულმა. ნახეთ როგორ არის 1 ივლისი არის კანონით განსაზღვრული, როდესაც ფერმერთა რეესტრი უნდა დაიწყოს. შესაბამისად, ეტაპობრივად მანამდე პროგრამები ამუშავდება და ამის შესახებ, რა თქმა უნდა, თითოეულ პროექტის ჩაშვებასთან და გაშვებასთან მიმართებით შესაბამისი განცხადებები გაკეთდა. კი ბატონო. სოფლის მეურნეობის მიმართულება იმდენად ამოუწურავია, იმდენად ბევრი მიმართულებაა, რომ ახლა ბუნებრივად სატელევიზიო განათლების ფორმატში ყველას ვერ მოვიცავთ, თუმცა მინდა რომ შევეხო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს და საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მეღვინეობა მევენახეობის მიმართულებას. იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენ გვაქვს ამბიცია ბევრს საუბრობთ, რომ 1000-წლოვანი ღვინის ისტორია და შემდგომ და თან გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ქართული ღვინო შეიძლება იმ მასშტაბის საექსპორტო პროდუქციად ვაქციოთ, რომელიც რეალურად ქვეყნის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს და პარალელურად იქნება შემოსავლის საკმაოდ კარგი წყარო. ეს იმ ფონზეც მიუხედავად იმისა, რომ სოფლიოში ღვინის მოხმარება და წარმოება იმ მასშტაბით აღარ არის, როგორთაც პირობითაც შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე წლის წინ. სად ვართ ამ ეტაპზე? ამ განაცემაში ბევრს საუბრობთ ხოლმე მეღვინეებთან და სულ მაქვს ეს კითხვა, რომ ეხა წავიწიეთ წინ პირობითად რაღაც გარკვეული ნაბიჯებიდან წინ წავედით თუ არა. იმ ადამიანის მოსახედიდან, რომელსაც ძალიან კარგად გესმით ეს სფერო და ძალიან კარგი გამოცდილება გაქვს ამ ნაწილში. სად ვართ ეხა და რა გამოწვევის წინაშე ვართ და საით უნდა წავიდეს ეს დარგი? დიდი მადლობა ძალიან საინტერესო თემისთვის და ჩემთვის ამავდროულად ძალიან სენსიტიური თემისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის ღვინო არ არის მხოლოდ პროდუქტი და მეღვინეობა მევენახეობა არ არის მხოლოდ მიმართულება და არა მხოლოდ ჩემთვის დარწმუნებული ვარ ბევრი ქართველისთვის, თუმცა მოდით დავიწყოთ რა ხდება ჯამში მსოფლიო ღვინის ბაზარზე. 1961 წლის შემდეგ ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა დღეს. და ეს განსაკუთრებულად წამოვიდა ამის შემცირება ბოლო 10 წელიწადში.
რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თუ არ მივიღეთ კატეგორიული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რომ ხვალ ზეგ ჩვენი ღვინო იყოს კონკურენტუნარიანი. აუცილებლად უნდა დაუბრუნდე იმ ნაწილს, რასაც წეღან საუბრობდი, რომ ხარისხი ამ შემთხვევაში ღვინოზე ზუსტად იგივენაირად არის. იგივენაირად მოეთხოვება კიდევ უფრო მეტად ამ მიმართულებით. დამატებითად, რა თქმა უნდა ვთქვა, რომ ჩვენ თუ გვინდა, რომ ღვინის სექტორი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, აქ აუცილებლად კონკურენტუნარიანი ვიყოთ, მაშინ როცა მსოფლიო ღვინის ბაზარი მცირდება, მაშინ როდესაც საფრანგეთი აფინანსებს ბორდოში ვენახების შემცირებას. და ასეთი ტენდენციები გვაქვს, ჩვენ უნდა სწორი თანმიმდევრული პოლიტიკა განვახორციელოთ მეღვინეობა, მევენახეობაში, იმისთვის, რომ არ დავდგეთ მსგავსი გამოწვევების წინაშე. სწორი და არის თუ არა ღვინო, მაგალითად თვალთან მიმართებაში შეცვლილ ამასთან მიმართებით, ნახეთ როგორ არის. ჩვენი მიზანი არის, რომ გქონდეს ხარისხიანი ღვინო. ხარისხიანი ღვინო შეუძლებელია მივიღოთ ის, ვინც ერკვევა მეღვინეობა, მევენახეობაში, დამიდასტურებს, რომ შეუძლებელია მივიღოთ, რომ ხარისხიანი ვენახის გარეშე. ხარისხიანი ვენახი არ ნიშნავს მხოლოდ დვას, ეს ნიშნავს იმას, რომ სწორ ადგილას, სწორი ვაზის ჯიშით, სწორი თანმიმდევრულობით იყოს გაშენებული ვენახი და შემდგომში უკვე მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი. მე ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვინც დღეს აკრიტიკებს ვენახის ნებართვებთან დაკავშირებით, საოცარ კომენტარებს ვისმენ და უყურებ. ფაქტობრივად ან არიციან, ან რაღაცა შეცდომაში არიან შეყვანილი, ან უბრალოდ უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. საოცრად არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე. 1 მაისიდან უკვე სავალდებულო იქნება ვენახის გაშენებისას დავუშვათ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა და ეს არის ერთ-ერთი გარკვეულწილად კრიტიკის საგანი ამ ნაწილში. ზუსტად და უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვართ ამ შემთხვევაში ვიღაცებმა საბჭოთა კავშირში ადარესახთ. აი სრულიად არაკომპეტენტურები არიან, პირდაპირ შემიძლია ამასთან დაკავშირებით თქვა და უცოდინრები ამასთან დაკავშირებით. ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია კიდევ უფრო მკაცრები არიან, ვიდრე მხოლოდ ნებართვებთან ვენახთან მიმართებით და ჩვენ ნებართვას ამ შემთხვევაში ვამბობთ მხოლოდ სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან მიმართებით და არა სამამულო ვენახები, რომელიც თავისთვის დასაპირადი მოხმარებისთვის უნდათ. ამ შემთხვევაშიც არ შეიძლება რომ ის, ვინც ვენახს აშენებს და გაშენებული აქვს და ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ხარისხიანი მოსავალი მიიღოს, შესაბამისად ვინმე და ხარისხიანი მოსავალი ამ შემთხვევაში თუ ვისაც ვენახთან შეხება აქვს, აპრიორში სულ ყველა დამეთანხმება, რომ ეს არ არის მხოლოდ ჭარბი მოსავალი, ეს არის მაღალშაქრიანი ყურძენი და აქედან მიიღება ხარისხიანი ვენახი და მაღალშაქრიანი ყურძენი უფრო სწორედ თავისი ტერუარებით და ასე შემდეგ განსაზღვროს ხარისხიან პროდუქციას და არ შეიძლება იქ სადაც სარწყავი ადგილები არის და სადაც არასდროს ტრადიციულად ვენახი არ ყოფილა, იმიტომ რომ დღეს სახელმწიფო არის გარანტორი ჭარბი მოსავლის შაბარების, ეს ვინმე მაქციოს სპეკულაციის საგნად გააშენოს აქ ვენახები და ფაქტობრივად კონკურენცია გაუწიოს იმ ვენახეს, რომელიც რუდუნებით უვლის ვენახს. ეს არის კატეგორიულად წინააღმდეგი ვიქნები უხარისხო პროდუქციის გაშენების, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს პირველ რიგში უქმნის პრობლემას შესაბამისად მევენახეს და მე ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვიყო იმის გარანტი, რომ ხარისხიან ყურძენს, ხარისხიან ვენახს ექნება თავისი შესაბამისი დაფასება და შეფასებას. თუ ვინმე მიცის ვენახის შრომის ფასი, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ალბათ მე შემიძლია რომ ვიყო მათ შორის, იმიტომ რომ 6 თაობა, რასაც მე ვითვლი, რაც ჩვენს ოჯახს ვენახი აქვს კახეთში, გურჯაანში კონკრეტულად და აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცი რა ჭირდება იმას, რომ ხარისხიანი ვენახი გაშენდეს, ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, რომელიც მოგცემს აუცილებლად შემდგომში შესაძლებლობას, რომ ხარისხიანი ღვინო დაყენდეს და ეს ღვინო იყოს ჩვენი წარმატების გარანტი დღევანდელი ძალიან მძიმე
ზედართული გარემოებების და მხოლოდ ასე შეგვიძლია ჩვენ ის საექსპორტო პროდუქტი, რომელიც ნომერი პირველი საექსპორტო პროდუქტი გვაქვს დღეს, იყოს კონკურენტუნარიანი და იმ გამოწვევებიდან და ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს, ამასთან დაკავშირებით საფრთხეები არ შეგვიქმნას და მეორეს მხრივ არ შეიძლება რომ ჩვენ წავახალისოთ უხარისხო პროდუქციის წარმოება, უხარისხო ვენახის გაშენება და იმიტომ ფაქტობრივად 5 წელი უნდა დაკარგოს ადამიანმა შრომის, რომელსაც თუ არასწორ ადგილას ვენახი გააშენა და 5 წლის მერე შრომა, ფინანსები და ასე შემდეგ უნდა უთხრა, რომ შენ არასწორი ვენახი გააშენე და უხარისხო პროდუქცია მოყავს და ამას რა თქმა უნდა სახელმწიფო ვერ წაახალისებს. კი ბატონო, ეს ნიშნავს, რომ სუბსიდიის მექანიზმიდან, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა დამკვიდრებული, თანდათან გამოვა სახელმწიფო და ეს მიმართულებაც თანდათან გადავა კომერციულ და ასეთ ნაწილზე, რომელიც რეალურად მერე მოგცემს უკვე ხარისხიან და საექსპორტოდ მნიშვნელოვან პროდუქტს. უფრო მეცაც გეტყვით, რომ სუბსიდიიდან სახელმწიფო უკვე გამოსულია. კი ბატონო. და სახელმწიფო დღეს არის გარანტი ჭარბი მოსავლის შეძენის და ეს ნიშნავს იმას, რომ არც ერთ ვენახეს არ ექნება პრობლემა თავისი მთელი წლის ნაშრომის რეალიზების და ჯაბარების, თუმცა აქვე უნდა გააღვნიშნოთ, რომ შარშან იყო სატესტოდ ხარისხობრივი დაყოფა ყურძნის და ფასთან მიმართებით და წელს უკვე ეს გაცხადებულად თქვით უკვე ამასთან მიმართებით, რომ იქნება გრადაცია და ფასი იქნება ფაქტობრივად ხარისხიდან გამომდინარე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმ პოლიტიკას, რაც არის ჩვენთვის გაცხადებული პოლიტიკა, რომ იყოს ხარისხიანი პროდუქცია. კი ბატონო. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი დარგობრივი საბჭოს შესახებ, მათ შორის კი საინფორმაციო გამოშვებებშიც, მათ შორის ბიზნეს პარტნიორშიც გავაშუქეთ, სხვა მიმართულებით იქნება და რეალურად ასე დროს გაგხომე ბუნებრივად ადამიანს კითხვა, რომ რატომ არის ამ დარგობრივი საბჭოების შექმნის აუცილებლობა, რა დაუშვათ კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა ამა თუ იმ მიმართულებით სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებთან, თუ რეალურად ეს ამ ტიპის ფორმატები უფრო მარტივად გადაწყვეტს იმ პრობლემებს, ხა შეუძლებელია გადაცემის ფორმატში კიდევ ერთხელ გამომეორდები, შევეხოთ ყველა თემას, ის იქნება მეხილეობა, მებაღეობა და ასე შემდგომ თხილი, ნუში თემა ბოლო პერიოდში რაც ქონდა, მათ შორის ხორბლის ნაწილი, ძალიან ბევრი მიმართულებაა თქვენს სამინისტროში თავმოყრილი, მაგრამ მთლიანობაში აი კომუნიკაციის კუთხით მინდა რომ მაყურებელსაც და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ამ სექტორში მუშაობს, უთხრათ, არსებობს გარკვეულწილად პრობლემა კომუნიკაციის კუთხით, თუ პირობითად სამინისტრო მზად არის, რომ ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც რეალურად შეიძლება ფერმერს ჰქონდეს, ეს იქნება სარწყავი სისტემების ნაწილი თუ სხვა პირობითად შხამქიმიკატები და ასე შემდგომ, ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან აქტიური იქნება მათთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. ნახეთ როგორ არის. კომუნიკაციის პრობლემა, რა თქმა უნდა, სამინისტროს ფერმერებთან არ ქონდა, თუმცა ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს შექმნილი პლატფორმები, სადაც ფერმერებს პირდაპირ შეეძლებათ მინისტრთან საუბარი თავის დარგობრივი საკითხების გამოწვევებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, რეგიონებში ვიზიტი არის ერთ-ერთი ნაწილი, თუმცა რამდენჯერმე ვერ იქნება შესაძლებელი, რომ ერთი და იგივე რეგიონში ვიზიტისას პირდაპირ გეუბნებიან, რა პრობლემაც აწუხებთ? ფაქტობრივად ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს პრობლემა კომუნიკაციის, იმიტომ რომ სისტემატურად არსებობს სხვადასხვა ფორმით ფერმერებთან კომუნიკაცია, სხვანაირად შეუძლებელი არის, რომ გამოწვევები რაც არსებობს, იმას უპასუხო და აქედან გამომდინარე თუ გვინდა ჩვენ რომ ზუსტად გვესმოდეს რა არის სოფლის მეურნეობაში დღეს გამოწვევები, თავისთავად ცხადია ეს მარტო კაბინეტიდან ამას ვერ დავინახავთ და უშუალო კომუნიკაციით ფერმერებთან უნდა შევძლოთ. მე გამიმართლა ამ შემთხვევაში ვიტყვი იმაში, რომ 8 წელიწადი ვიყავი კახეთის, 4 წელიწადი ჯერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის და შემდგომ 4 მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, სადაც საგარეჯო დედოფლის ხარო, სიღნაღი, გურჯაანი, სადაც ფაქტობრივად თითქმის ყველა ის კულტურა მოდის, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობაში წამყვანია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს მაძლევს ამან მომცა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ სწორად დავენახა ფერმერების საჭიროებები რა იდგა და დღეს აქ შესაძლებლობა მოგვეცა იმისი, რომ იმ საჭიროებებს სწორად უპასუხოთ. რა თქმა უნდა, დამატებითად აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ გარდა ამ მოცემულობისა
რაც ფერმერებთან უშუალო შეხებით და კომუნიკაციებით არსებობს, როგორც კახეთში და ქართლში, ქვემო ქართლში, ფაქტობრივად ყველა რეგიონში არ არსებობს რეგიონი, სადაც ფერმერებთან არ კონდეს პირდაპირი კომუნიკაცია, გარდა ამისა აუცილებელი და მნიშვნელოვანი საჭიროება დადგა იმისი, რომ შექმნილი ყოფილიყო პლატფორმა იმისთვის, რომ მინისტრთან და სამინისტროს მთელ გუნდთან ერთად ქონოდათ პირდაპირი კომუნიკაცია სისტემატურობით, რომელიც სამ თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი, რომ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით შევიკრიბოთ, ვიმჟელოთ და ეს არის დარგების მიხედვით და ამასთან მიმართებით კიდევ ერთხელ მინდა უпроსორეთ მინდა ვთქვა და აღვნიშნო, რომ ის დარგი, რომელიც გახდება საჭირო, რომ დამატებითად კიდევ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ღია ვართ და ფერმერთა ჯგუფი თუ მოგმართავს, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ დამატებითად თუ სადმე არ გვაქვს რომელიმე მიმართულების სპეციალიზაციით პლატფორმა შექმნილი და არ გვაქვს საბჭო შექმნილი დიდი სიამოვნებით ამისთვის რა თქმა უნდა. და ჩვენი საუბრის ბოლოს რეალურად რა მთავარ გამოწვევას გამოყოფდით? საუბრის დასაწყისში ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, როგორ გახდეს ქართული პროდუქცია კონკურენტუნარიანი, საექსპორტ ადგილობრივი ბაზრის წარმოების დაკმაყოფილებისა თუ საექსპორტო მიმართულებით. მთავარი პრობლემა, რაც თქვენი გადმოსახენიდან დღეს არის, რომლის გადაჭრაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აი ამ მოცემულ მომენტში იმისთვის, რომ მათ შორის განსაკუთრებულად გლობალურ ბაზრებზე არსებული საკმაოდ დიდი გაურკვევლობის გათვალისწინებით სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში პრობლემები არ გქონდეს. ნახეთ როგორ არის. იმისთვის, რომ იმ გამოწვევებს უპასუხოთ, რომელიც დღეს არსებობს და იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი და კონდეს შესაძლებლობა, რომ ახალი შესაძლებლობები, და ახალი შესაძლებლობების ფანჯრები, რომელიც იხსნება დღეს, იმიტომ რომ გამოწვევებთან და ცვლილებებთან ერთად ჩნდება შესაძლებლობებიც, ქართულ პროდუქციას კონდეს შესაძლებლობა, ამისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს ხარისხიანი პროდუქცია და მხოლოდ ასე შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანები. სხვანაირად ეს ფაქტობრივად შეუძლებელი. და ზუსტად ეს არის ჩვენი პოლიტიკის მიზანიც და ზუსტად ამგვარად შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ჩვენი ამოცანა არის, რომ შევქმნათ ხარისხიანი ქართული პროდუქცია იმისთვის, რომ ქართველ ფერმერს არ კონდეს ხვალ გამოწვევა მისი პროდუქციის რეალიზების და მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი, რომ წარმატება არსებობდეს. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ დავუშვათ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება არ შეგვიძლია თუ მათ შორის ისიცაა პრობლემა, რომ რეალურად არ შეგვიძლია მასობრივად საკმაოდ დიდი მოცულობის წარმოება, იმიტომ რომ მიწოდებისას რაც არ უნდა პირობითად ერთი პარტია რაღაც ხარისხიანი აწარმოო, მეორე შემთხვევაში თუ ჩავარდნა გაქვს ვერანაირ პროდუქციას, ვერც ადგილობრივ თუ ვერც საექსპორტო ბაზარზე შემოსავალი რომ მიიღო ვერ გავიტად, ხო? ამ კუთხითაც ხომ არ გვაქვს პრობლემა. კითხვა რო გავიმეოროთ. ანუ რეალურად ამ მარტო პრობლემა ის არის, რომ დავუშვათ ხარისხიან პროდუქციას ვერ ვაწარმოებთ, თუ რაოდენობაშიც საკმარისად არ ვაწარმოებთ. ხარისხიანი პროდუქცია არ ნიშნავს მხოლოდ ერთჯერად გამოშვებას. ხარისხიანი პროდუქცია და კონკურენტუნარიანობა, რასაც გულისხმობთ ამ შემთხვევაში, არის რა თქმა უნდა მიწოდების პროცესიც. ზუსტად ამიტომ სრულად თქვით, რომ ვაფინანსებთ პირველადი პროდუქციის წარმოებიდან თავისი გადამუშავებით, შემნახავი და სასაწყობე მეურნეობების განვითარებით, იმიტომ რომ მხოლოდ ამ ფორმით იქნება შესაძლებელი, რომ საბოლოო პროდუქცია მივიღოთ ხარისხიანი. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა შეუძლებელი იქნება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ გავაჩინოთ ხელმისაწვდომობა ცოდნასთან მიმართებით. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ხელი შეუწყოთ მექანიზაციის განვითარებას. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ახალი ტექნოლოგიების შემოსვლა სოფლის მეურნეობაში ხელი შეუწყოთ და მხარი დაუჭიროთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მელიორაციის განვითარება, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რასაც ვახორციელებთ და რაც აუცილებლად თავის შესაბამის წვლილს შეიტანს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ყველაფრის ერთობლიობა მოგცემს შესაძლებლობას, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ხარისხიანი პროდუქცია, რაც აუცილებლად იქნება კონკურენტუნარიანი დღევანდელ მოცემულობაში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მცირემიწიანი ქვეყანა, ჩვენ ვერ ვიქნებით მასობრივი წარმოების, ჩვენ ვერ შევქმნით მასობრივი წარმოების პროდუქტ, ჩვენ უნდა შევქმნათ უნიკალური ხარისხიანი პროდუქცია, იმიტომ რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია
პირდაპირ უნდა ასოცირდებოდეს ხარისხის ნიშანთან. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც თემები იმდენად აქტუალურია თქვენს სექტორში, რომ ბიზნეს პარტნიორი ყოველთვის მზად არის რომ დაგითმოთ ეთერი. დავით სონღულაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.